გამარჯობა მეგობრებო, განვაგრძობთ გადაცემების ციკლს ერთხელ საქართველოში და დღესაც დღევანდელ გადაცემასაც ჩვენ სარუძღვებით პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და წერალი თამაზ ხმალაძე. ჩვენს ერთგულს მენელს მოიხსენება, რომ ბოლო რამდენიმე გადაცემა იაკობ გოგებაშვილს მიუძღვენით, გავიმეორებ და ვიტყვი, რომ არა იმიტომ, რომ საიუბილეო წელი იყო, წლევანდელი წელი, იაკობ გოგებაშვილს 185 წელი შეუსრულდა, მომავალ წელს იუბილე ჩვენს უდიდეს საგანძურს დედაენას უსრულდება 150 წელი. მაგრამ მხოლოდ ამ იუბილის გამო არ გადავწყვიტეთ ჩვენ ერთხელ საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადება და იაკობ გოგებაშვილის მიერ დედაენის დაბადებისთვის მიგვეძღვნა რამდენიმე გადაცემა. იაკობ გოგებაშვილის 8 წელზე მის მნიშვნელობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ალბათ ვერ ამოვწურებთ. მაგრამ დღევანდელი გადაცემა, კერძოდ დღევანდელი გადაცემა, გვინდა დედაენას მიუძღვნათ ჩემო გიორგი. ერთ ადრინდელ გადაცემაში შენ თქვი, რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი კაცი, 24-25 წლის კაცი იაკობ გოგებაშვილი, სანამ დედაენას თან მივა, სემს საამბანე წიგნს ყმაწვილებისთვის, ეს დედაენამდე რამდენიმე წლით ადრე ხდება და ამ წიგნსაც იწყებს იათი, მაგრამ არა აიათი. ია, ახლა ვითომ რა, უკვე მიგნება, იმიტომ რომ ორი ხმოვნი თურმე შეიძლება ბავშვისთვის აღსაქმელად ერთი საგნის გამოხატვა. ბავშვი სკოლაში როცა მიდის, უცხო გარემოში ხდება, ეს მისთვის სტრესის სტორფასია. გვახსოვს იმდროინდელი ლექს ჭალადელისა, მახსოვს პირველად სასწავლებელში წასაყვანა და რომ მომამზადეთ, მაშინ ამბანი მომწეს მე ხელში და შორს აგზავს ამე გამამგზავრეს. ერგი დავღონდა ტიროდი და ხო ტიროდი დაჯდა ჩაგდა გული. ტიროდი ამბობს, იმიტომ რომ უცხო, ესე იგი ამ უცხო გარემოში, როგორც თქვი, სტრესის სტორფასია, უცხოა მასწავლებელიც, არსად მშობელი, არსად ახლობელი და უცბად ციგნის გადაფურცვლისთანავე ძალიან მშობლიური ია. აი ეს ია, რომელიც მის ეზოში, მის ბაღში ბუჩქის ძირას იყო და ყოველ გაზაფხულზე იქაურობას ალამაზებდა. ახსეთი ახლობლური ეს შეიყვანს იმ სამყაროში თავის რაც. ეს ხო დიდი მიგნება იყო უკვე, მაგრამ როგორც შეთქვი, იაკობს არ აკმაყოფილებს ეს და დედაენისაკენ მიისწრაფვის. დედაენაში უკვე მხოლოდ ერთი საგანი კი არ არის გამოხატული ამავე ბგერით. ბავშვი ატყობს, რომ თურმე შეიძლება ამ ორი ბგერით პატარა წინადადებაც კი შედგეს და აია დაიწყო უკვე დედაენა აიათი იწყება. ეს ხო თავისთავად აღმოჩენა არის ბავშვისთვის, მაგრამ როცა მასწავლებელი იმას ეუბნება, აბა ნახეთ, მარჯვნიდან და მარცხნიდან როგორ ერთნაირად იკითხება და ეს ბავშვის გონებას რამხელად არ ვითარებს და ხსნის და უკვე ცნობილწადილი იზრდება ბავშვისა, რომ მეორე სიტყვა რა იქნება, რას გვასწავლი, როგორ გვასწავლი. მაგრამ ჩვენს გადაცემას ჩემო გიორგი მრავალ სიტყვა არ ხდება, უფრო ერთხელ საქართველოში უფრო აგებულია დოკუმენტებზე, ფაქტებზე და აი დედაენის შესახებ სწორედ ამ დოკუმენტებით და ფაქტებით ჯერა რომ შენზე უკეთესად ბევრი ვერავინ ისაუბრებს. ისაუბრა და
არ გაგიჭირდება, მაგრამ შევეცდები ერთი-ორი სიტყვით მეც აგეხმარო გადაცემის მსვლელობაში. ეხლა თავიდან როცა დაიწყეთ ამას საუბარი, მაშინ თქვი გოგებაშვილის როლზე და მნიშვნელობაზე ჩვენს კულტურაში, ჩვენს ყოფაში, ერის ცხოვრებაში. ვასილ ბარნო მოთქვა თავის დროზე, ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით თუ იაკობ გოგებაშვილი რა დიდი პიროვნება იყო. იაკობი აღმოსაჩენიაო, ვასილ ბარნოვი ამბობს ჯერ კიდევ როდის. დღესაც ეს შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ იაკობ გოგებაშვილი უზარმაზარი პიროვნებაა ჩვენი ერის ცხოვრებაში, კულტურის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი გადაცემები ამ საქმეს თუ წაეხმარება, მადლია ჩვენ იაკობის დიდი სამსახურისთვის და დიდი ღვაწლისთვის. ხოლო რაც შეეხება თვითონ დედაენას, ალბათ დედაენაზე მოგვიწევს ცოტა ბევრი საუბარი, იმიტომ რომ ამასინათაც გავიმეორე, ეს არ არის ერთი რიგითი წიგნი, ეს არ არის ერთი რიგითი სახელმძღვანელო. აი ამიტომ მე შევეცადე გამომეკრიბა აი ცნობილი პიროვნებების, ცნობილი მოღვაწეების, გამონათქვამების, შეფასებები თვითონ დედაენისა. რვინ როგორ აფასებს და რას წარმოადგენს დედაენა, აი ახლა მე რამდენიმე ასეთ გამონათქვამს ჩავიკითხავ, მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა დაინახოს ფასი ჩვენი დედაენისა, იმ თვალით დანახული, დიდი ადამიანების თვალით დანახული. გასულთ ალბათ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ქონდა წინა შეხვედრაზე საუბარი, წინა მაყურებელთან შეხვედრაზე საუბრო, რომ გამოჩნდა თუ არა დედაენას განმანათლებელ სივრცეში აღფრთოვანებული შეეგება ყიფიანი. ყიფიანი არ იყო ის კაცი, რომ ასე იოლად იქამდე ფაქტურად არ მოწონებია არც ერთი სახელმძღვანელო. და რა დღეში ჩააგდო ვართანოვისა და კრესელიძის ნათარგმნი და ასე შემდეგ. აკრძალა ფაქტიურად თქვა, რომ ეს უნდა აიკრძალოს. ამით სწავლება არ შეიძლება და როგორც კი გამოჩნდა თუ არა გოგებაშვილის წიგნი, თქვა რომ დედაენა იაკობ გოგებაშვილისა ძალიან გამოსადეგი, ძალიან სასარგებლო წიგნი არის და საუცხოოდ არის შედგენილიო. ეხლა ეს ის ხალხია, დიმიტრი ყიფიანი იქნება თუ სხვა, იმდროინდელი მოღვაწეები, რომელთაც მარტო ქება არ აინტერესებთ. ქება ერთია, წახალისება ერთია, თანაც ახალგაზრდა კაცია მისთვის ახლა იაკობ გოგებაშვილი, მაგრამ არის მეორე მხარე, გაუკეთესებაზე ზრუნავენ და შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს ამაზე ფიქრი, დიმიტრი ყიფიანს უამრავი შენიშვნა აქვს რა გასასწორებელი, რა გააუმჯობესებს, რა გააუკეთესებს. კარგია, მაგრამ უკეთესი უნდა და ასე. ეხლა ჩვენ გახსოვს ალბათ აკაკი წერეთლის ისიც გავიხსენეთ და მე მინდა ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო. იაკობ გოგებაშვილის როლი და მისი დედაენის მნიშვნელობა ამას აკაკის თვალით დანახული როგორია ეს. აკაკი თანამედროვეია იაკობისა, ტოლები არიან მოგეხსენებათ და იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებას და სულიერ სამყაროს წარმართავენ ესენი. მთელ საქართველოში იაკობ გოგებაშვილი ერთადერთი მოღვაწეა, რომელიც თავისი შრომით და ენერგიით თავისი მძლავრი კალმის ნაწარმოებით უდიდეს სამსახურს უწევს მთელ ქართველობას. იაკობის მიერ შედგენილი ქართული სახელმძღვანელობით მოფენილია მთელი საქართველო. ვინაა ისეთი ქართველი, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე არ აეხილოს თვალი? ჩემი და ილიას ღვაწლი რამოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნის ქართველი ერის წინაშე. იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართული ენის სიტყვება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა. განა ეს პატარა საქმეა? იაკობ გოგებაშვილი ღირსია იმისა, რომ ქართულმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგას. ამას აკაკი ამბობს ილიას სიცოცხლეში. ილიას გვერდით დგას და აქებს იაკობ გოგებაშვილს.
ეხლა ჩვენ ერთ გადაცემაში იმაზე გქონდა საუბარი, როგორი იყო მარტი ურთიერთდამოკიდებულება და რომ ყასიდად უსაგონოდ ზერელეთ ისინი ერთმანეთს არ მოეკიდებით, ყვილად არ შეაქებენ. ასე მიაჩნია მას. ეს აგაკი ილია თავისთავად ცხადია. ილიასა და იაკობის დამოკიდებულება სრულიად სხვა სახის არის, ეს საქმიანი დამოკიდებულება არის ძალიან. შრომის გამაზე გვექნება ალბათ საუბარი, მაგრამ აქ მინდა დედაენასთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის მიმართ ილიას აქ ერთი ძალიან საინტერესო საახალწლო სახუმარო შეხუმრებებია ყველა. გააკეთა და მათ გოგებაშვილზეც გააკეთა ერთ-ერთი ასეთია. ჩემი აწსანით ყოველმან მას ვაკებ, ვინცა მიქია დედაენა მიჩ სახელად, არ თავი გამიქიქია, იგია ფუძე ქართლისა მაგარი ვითა ჯიქია. დედაენითა წვრთნა ყმისა მე ბევრჯერ მithქვამს, მიქია დედაენა პირველადვე სიბრძნისა ერთი დარგი ტკბილი, ტკბილად გასაგონი, ყრმათა წვრთნისთვის დიდი მარგი. მით ზრდას არვინ დამიწუნებს, თუ კაცია მართლა ვარგი, დედაენა მით არის კარგი. მეტი რა შეიძლება ითქვას და ამაზე უდიდესი ჯილდო და შეფასება თქვათ დედაენისა. ეხლა რა დამსახურება აქვს ეს ზოგადი ქება, თქვათ ერთიც და მეორეც. აი არის ასეთი ძალიან საინტერესო მოღვაწე იყო ზაქარია ჭიჭილაძე. გოგებაშვილმა თავის დედაენაში აღადგინა დაცემული ენა ქართველთა მნიშვნელობა. ქართული ენის ისტორიაში რა არის დედაენისა და ამ წიგნის მეოხებით მთელი ქართველობა, ყველა თემისა და ხეობის მონათესავენი ერთის ქართული შენით იწყებენ წერა-კითხვის სწავლებას და ლაპარაკს. ყველგან ამ წიგნის მეოხებით ქართული ენა ეფინება. ეხლა ეს რატოა ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფაქტი, რაც აქ გაიხაზა, რომ მთელ საქართველოში, ყველა ხეობაში, ყველგან და აღარ არის ერთიანი საქართველოს სალიტერატურო ენა ამ დროისათვის. აი ეს ფაქტი ძალიან საინტერესოდ გამოსახა თავის შესანიშნავ წერილში თედოსახოკია. აი განავრცო ეს აზრი, დედაენის შემოსვლა ერთიანი ქართული ენის შემუშავებისათვის რა დიდი საქმე გააკეთა. ანუ რა ხდებოდა იმ დროს და დედაენა რატომ გახდა საჭირო ამ სახითა და შეძლო თუ არა დედაენამ ეს გაეკეთებინა, ეს გაეერთიანებინა ქართველობა ისე როგორც იყო ტრადიციულად ენა კრავდა ერს. ეს ის დრო იყო ლაბარაკია დედაენის შემოსვლაზე, დედაენის თედოსახოკია დიახ. ეს ის დრო იყო, როდესაც მშობლიური ენა დევნილი იყო სკოლებში, პატივაყრილი ოჯახებში. არისტოკრატიას ერცხვინებოდა ქართულად ხმის ამოღება, თამოსაწონად მიაჩნდა რუსულად ლაპარაკი. თითზე ჩამოსათვლელი ინტელიგენცია რუსულად ფიქრობდა, რუსულად მეტყველებდა. ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ქართული ანბანი არსებობდა და აი ასეთ განწირულ დროს კარგად აფასებს სიტუაციას. დროს გამოდის გოგებაშვილი თავისი დედაენით და ცდილობს იმის საშუალებით შესულიყო სკოლებში ქართული ენა. მოწაფეს მშობლიური ენის შეფასების საფუძვლად დედაენა ჰქონდა. საძირკველი მის თვალის ახელას გაადამიანებას დედაენის საშუალებით ჩახროდა. შესანიშნავად არის დანახული როლი და მნიშვნელობა საანბანე წიგნისა. და აი ეს მე-19 საუკუნის ვითარება. აი მოვდივართ მერე და გალაქტიონ დავიძეს აქ შესანიშნავად ნათქვამი, ალბათ უკეთესი შეფასება როგორც წიგნისა, როგორც ნაწარმოებად, ხადრ ნაწარმოებად აღიქვამს
გალაქტიონი დედაენასა და ბუნების კარს. დედაენა და ბუნების კარი სახელმძღვანელოები კი არა, უდიდესი პოემებია. მე თანახმა ვიქნები, გამოვიდეს ახლა ეს წიგნები არა როგორც სახელმძღვანელო, არამედ საკითხავ წიგნად. პოეზიასა და პოეტურობის მოგესალმებათ უკეთესი ექსპერტი ჩვენ არ გყოლია გალაქტიონი რო იყო და როცა ამბობს რომ ეს პოემებია ეს და არ არის ეს სახელმძღვანელო, დაუჯეროთ უნდა ალბათ შესანიშნავი შეფასება. ნუ აღარ ვსვამობ სხვათა შორის სკოლებში ისწავლებოდა თავის დროზე, ახლა რამდენადაც ვიცი ეს პროგრამაში აღარ არის გიორგი ლეონიძის ლექსი დედაენა. ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა, ქართული ვარ ნაბამი ფურცლები ჩვენს ხმამაში ჩართული გასობს ეს ლექსი და ამას რა თქმა უნდა. დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი, ჩვენს ამყვან შემომჯდარი გალობელი ფრინველი, იამ ნანას ნიავში ჩვენს ხურთა რომ გაისმა ყრმობა რომ გვიჩურჩულა როგორც ბაღი მაისმა ტკბილად რომ გაგვიხარა ჩვენ ბავშვობა ბეჭავი შავი კაბით გაზრდილებს გახუნებულ ლეჩაკით ჩვენი წიგნი ჩვენი დედა ჩვენი ენა ქართული ოქროს ხმიან სიმებად გულში ამოხლართული დიდებული ლექსია და თანაც რა საოცარი ემოციური რაც ვთავარია დამას სამწუხაროდ მე ეს რაღაც გავხაზე და ვამბობ რომ სკოლაში დღეს ეს ლექსი აღარ ისწავლება. სამწუხარო ფაქტია თავისთავად. აღარ ისწავლება. არა. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო წეღანდელი აი ის აზრი რომ გავაგზავნოთ და მას რაც არის ზაქარია ჭიჭინაძე თქვა მე თედოსახოგიამ განავრცო შალბადადიანია უფრო დეტალურად, უფრო დაწვრილებით, უფრო კონკრეტულად აღწერს დედაენის როლს იმ დროინდელ ყოფაში ქართული ერის გამთლიანებაში დედაენის როლი. დედაენა ამაფეთქებელ ნაღმოსანით მისრიალებდა იგი ჩვენს მიუვალ მტაგრდეებში თუ შეცა თუ სვანეთში მოდიოდა ბარად შეუყვებოდა აჭარასა და მესხეთს ყველგან ზრავდა ენას საქართველოდ ყველგან აფეთქებდა გზნობას ეროვნულსა ამ კაც ხვაც რომ არა გაეკეთებინა რა მარტო ამ ღვაწლისთვის იქნებოდა საპატიო და თაყვანსაცემი ჩვენ ამ კუთხით უნდა შეიძლება დავინახოთ რომ ეს დედაენის შექმნა ერთი კაცისთვის თელ ცხოვრების წიგნია ესა და მართლაც რომ სხვა არაფერი გაეკეთებინა ის ჩვენ საბედნიეროდ ყავს თქვათ რუსთაველი რომელმაც ერთი ვეფხისტყაოსანი დაგვიტოვა მაგრამ რუსთაველია აი ასე იქნებოდა ეს სხვა არ გაეკეთებინას ხო ბევრი რამე გააკეთა მაგრამ უპირველესი მაინც საგანძური ეს მაინც დედაენა რა თქმა უნდა და საოცრად ლამაზი ალბათ ყველას გაგვახსენდება როცა დავფიქრდებით ამაზე დედაენასთან შეხვედრა ჩვენით ამას თავისთავად მაშინ შეიძლება არ ვიცოდით და შეიძლება ვერ ვაფასებდით ამას აქედან რომ გავხედავთ აი როგორ ყვება ამას დემნაშენგელაია ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება როცა გოგებაშვილის დედაენას პირველად აიღებს ხელში გაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო ამ სამზეულს უცებს სხვაგვარად რომ დაინახავს და დაინახავს სხვანაირად გაიაზრებს და იმ დღეს რა დაგავიწყებს ამ უპირველესი წიგნის ყდაზე ამოქარგული ბულბულის ტვენა როცა ერთბაშად გავიგონეთ და შიშით აქ არ გაგვიფრინდესო ხელი მაშინვე დავაფარეთ ბულბულის ამას მისი ტკბილის ტვენა ჭიგჭიგი ღამით ღამეში გაკიდებული ნაზი ქვითინი განა მას აქეთ არ გვესმის ხოლმე და ეს დედაენამ გააცნობიერა ჩვენში ეს მაგრამ მე მგონია მაინც გარკვეული რეზიუმეს მაგვარი გააკეთა
ცნობილმა ქართველმა პოეტმა გრიგოლ აბაშიძემ. ეს უკვე ზოგადი შეფასება გააკეთა, რა არის მნიშვნელობა ჩვენი კულტურის ისტორიაში დედაენისა. შეიძლება თამამად ითქვას და ამას ჩვენ ხშირად ერთხელაც ვთქვით, კიდევაც გავიმეორებთ ალბათ კიდევ ყოველთვის, როცა სანამ დედაენაზე გვექნება საუბარი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დედაენის შექმნა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ყველაზე დიდ წვლილს, რომელიც რომელიმე ჩვენს წინაპარში უტანია ჩვენი ერის სულიერ საგანძურში. ალბათ უფრო ზუსტად შესანიშნავი არის. აღარავს ვამბობ თქვათ ახლა როგორ აფასებენ ამას პედაგოგიკის სპეციალისტები. ვალერია რამიშვილი ეს ცნობილი მეცნიერი დაწყებითი განათლების უდიდესი სპეციალისტი. დედაენის როლი და მნიშვნელობა ქართველ კაცს ყოველთვის ესმოდა. როგორც აღნიშნავდნენ, დედაენა არა მხოლოდ პატარების, არამედ მთელი ხალხის სახელმძღვანელო გახდა. დედაენამ მკაცრად შეუტია უწიგნურობას, კუთხურობასა და ტომთა შორის კარჩაკეტილობას. განავრცო სიტყვა ქართული და ამერი-იმერი ერთიანი სახალხო ენით აამეტყველა. დააკავშირა წიგნობრობის გავრცელებასა და ქართველი ხალხის კონსოლიდაციაში დედაენის როლი არის ფასდაუდებელი. ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ რა იყო მიზანი ილია ჭავჭავაძისა იმ რეფორმის წამოწყებისა, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ის ეტაპი რომ დაიწყო, რატომ წამოიწია წინა პლანზე ქართულმა, რომ ამენამ უნდა გააერთიანოს და შეკრას ერი. დედაენის როლი ამ შემთხვევაში იყო უზარმაზარი. და მერე თქვათ, ეს ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ წიგნი ჩვენთვის. დემნაშენგელა ეს აქვს ეს კიდევ კარგად ნათქვამი. ეს იერარქია. ფაქტიურად ჩვენი ქართველობის დასაცავად. დედაენა. და თუ ქართველი კაცი აქამდე მტერსა და დუშმას ვეფხის ტყაოს ნდიგერიებდა, ამიერიდან მას ხელში დედაენა ეჭირა და თავის ნამუსს, კაცურ კაცობასა და ქართველობას იმით იცავდა. შესანიშნავია. და სხვადასხვა ამასთან მოდის ალბათ ამგვარივე თვალით არის დანახული მუხრან მაჯავარიანისაგან დედაენა. მესმის და ვხედავ, როგორ იგერიებს პატარა ქართველი ორთავიანი არწივის კლანჭებს იაკობ გოგებაშვილის დედაენით. ესეც ისა იერარქია ჩვენ. ამან უნდა გადაგვირჩინოს ჩვენ ქართველობა. სხვადასხვის ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს ჩვენს მოღვაწეებს, როგორ შეხვდნენ პირველად დედაენას, როგორ გაიცნეს დედაენა, როგორ დაუახლოვდნენ და დედაენამ როგორ დაახლოვა ამ სამყაროში და სამყაროსთან და ასე შემდეგ. ნინო ნაგაშიძე ცნობილი საბავშვო მწერლის ის ამოუწერე, ალბათ დააინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს. მაშინ და გაგვახსენდება ალბათ ბევრი რამ ჩვენი ბავშვობიდან. მაშინ 6 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში შევედი, დედაენას ვსწავლობდი. მასწავლებელმა ნინო კიკოძემ გვიამბო, რომ მას უნახავს დედაენის დამწერი იაკობ გოგებაშვილი. სხაპარივით დადიოდა ამ კაცის სახელი. ეს მასალა მე მყავს ნანახი იაკობ გოგებაშვილი და მასწავლებლის ავტორიტეტი ამ დროს მაღლდება მოსწავლის თვალში. საოცრება ხდება, რა? საოცრება თავისთავად ცხადია ეს ფაქტი თვითონ. რომ იაკობი ბავშვის დიდი მოამაგე მეგობარი და მასწავლებელი, რომ იაკობს უნდა ბავშვებმა ისწავლონ მშობლიური ენა, ოცნებობს, ნატრობს, ნეტავს შემახვედრა და მე იცით რომ შეხვდა კიდევაც და აკაკიც ხოწერს იქიდან საჩხერედან ერთხელ ჩამოდიოდა ამ ჩვენ ბავშვებს რომ დაენახე რა იქნება. ესეც აქვს ვათაშვილის ამოწერილი, კი ახლა ერთი აქეთკენაც დაენახე თვალით ჩვენებურ ბავშვებს. გუშინ ერთი პაწაწა მეზობლის გოგონა მეკითხებოდა შენ შესახებ. ბელატია, მელოდია იქ გამარტავს. თუ არა იაკობ გოგებაშვილი, შვილები თუ ყავსო, გაწყრომა იცისო,
და სხვა. ყველაფერი აინტერესებს. ბავშვი ამის დამწერი ვინ არის, რანაირია შესახედავად ისე. ნეტა მაჩვენაო და ბავშვი დატრობს დედა ამის დამწერი მაჩვენაო. დამეც პორტრეტს დაუპირდი, დიდად გაიხარა. ცალკე მინდა თვარა ფერხულიანი არის ჩვენ სახშიო. ფერხულიანს თურმე ეს წერილი ხო სხვებთან ერთად რომ ხარ იმას ეძახის. თუ გავს კეთაღვა შენი პატარა სურათი გამომიგზავნე შენი მარად ერთგული და მოსიყვარული აკაკი. ერთ რამეთ აღნიშნე ერთი ცხოვრება ესაა ჩვენი კულტურის მართლაც საამაყო სამყარო და დიდებულია. ხანდახან აი ასეთ რაღაცებზე გული დაცოტებული გვაქვს წრემლიც კი გულიც კი აგვიჩუყდება ხოლმე ამგვარი. ხო საოცარი იყო თამას ილიას გარდაცვალების შემდეგ გოგებაშვილის გარდაცვალება რამხელა უბედურება იყო ერისთვის. ესე იგი აი ახლა დებეშები არის აქ ქართული ენა დაობლდა დაუნდობელმა სიკვდილმა ქართველ ბავშვებს მოსტაცა ყავარჯენი და ენის წინამძღოლი ეს ანასტასიერის და ხოშტარია გორიდან იწერება არის ასეთი დებეშები წმინდა სულს ნებსითით უნებლიე შეწოდებისთვის მადლობას უხდიან და პატიებას თხოვე შეგვინდე მამათ მამაო იაკობ თუ რამე იმავ წმინდა საქმის გულისათვის უნებლიეთ გაწყენინეთ რომელსაც შენ მტრლადედებოდი ზვარაკად ეწირებოდი რომელსაც მთელი შენი არსებობა ანაცვალე ეს წერილები იყო აი ასეთი წერილები და არის ერთი ძალიან საინტერესო ალექსანდრე მიქაბერიძე იყო ჩვენი კულტურის ცნობილი მოღვაწე ასეთი ის იგონებს როგორ აი ერთ საინტერესო ფაქტს მოდი ამასაც ჩავიკითხავ რადგანაც მეტი სიზუსტეა და ვეძინის ყოფილ ქუჩაზე უამრავი ხალხი მოსდევდა მოასვენებდნენ იაკობს ქაშვეთში უნდა გადაასვენონ ქაშვეთიდან მოხდა იაკობის გასვენება შემოხდა ამ პროცესიას ამ სიმრავლეს ხალხისას შემოხდა თეთრ ქუცა და თეთრ ხალათში გამოწყობილი მეფურნე ზაზე რომელმაც თვალი მოჰკრა თუ არა თავღია კუბოში ჩასვენებულ იაკობის ცხედავს ერთი საზარლად შეჰყვირა ვაი ჩვენს უბედურებას ჩვენი დედაენის დამწერი მომკვდარაო მეფურნემ თავისი ფურნე პატარა მსახურ ბიჭების ამარა დასტოვა და წუხარე სახის გამომეტყველებით კუბოს უკანა თავს ხელი მაგრად ჩასჭიდა სახელურში და სხვებთან ერთად შეუცვლელად მიაცილა მიცვალებული შვეთის ეკლესიამდე საოცარი აი ეს არის უკვე სახალხო პიროვნება მოღვაწე ეროვნული უბედურება ის ალბათ ის მეფრუნდეთ იმან დედაენაზე გაიზარდა რა თქმა უნდა ესე იგი დედაენა 1912 წელია ესა 32-35-16 წელია გამოცემული დავისთავად ცხადია ეს ახლა ის 7-8 წელს იქნებოდა რომ შევიდოდა ხო სკოლაში კიდე ეგეც უნდა მივამატოთ და არის ასაკომუნიკაცია უკვე რა დედაენით გაიზრდებოდა რა თქმა უნდა ასე რომ ხო ასე რომ აი ჩემი შთაბეჭდილებებიდანაც ჩვენც პირველი წიგნი ხო ია ჩემთვის ხო ახლობელი იყო რა ია ვინ არის რომელმა ბავშვმა ეცრა მაინც უფრო მშობლიური დედაენიდან გახდა და იაკობი და იაკობი მაინც ერთი ახლობლური ის გახდა რა
მე უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში პოეტურმა ალღომ ათქმევინა პოეტს ის უმშვენიერესი რითმა ვითაც დააწყვილა ია და იაკობი იაკობწია იაკობძია უმშვენიერესი რითმა მშვენიერი და ამე დაწყვილდა სამადრო დამობდა სამარაჯი ამანაც შეუწყო ხელი ამ რითმამაც იაკობძია იაკობწია თენგიზ ზაბულაძეს აქვს ასეთი წერილებს წერდა თავის ასისტენტებს და როცა ეს ლაპარაკი არის ნატრის ხეზე მუშაობისას და წუხელ ცა გამეხსნა და დავინახე და რაღაც სცენას აღწერს ნატრის ხეზე მუშაობისას თავის ასისტენტებს წერდა ის ახალგაზრდა ჟიმისენი რეჟისორებს წუხელ ცა გამეხსნა და დავინახე და ყვება რაღაც ეპიზოდს თქვა როგორ უნდა ითამაშოს რომელიღაც მსახიობმა რაღაც ისაა ესა ალბათ ის გახსნა ესა როცა პირველად ია მოაგონდა რომ მოდი ამით დავიწყო საანბანე წიგნი ეხლა ძნელი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ იაკობს ბავშვობაში ამბობენ იას ეძახდნენ იაკობს შემოკლებით ეს პარალელური სახელი იას ეძახდნენ მაგრამ თავისთავად ხადია მაინც მიგნება იმისი და ამითი დაწყება არის ალბათ ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ყველაზე დიდი აღმოჩენა ეხლა ჩემ წეგან ამბობდი რომ აი როგორ მიაგნო და როგორ მოძებნა ამ უზარმაზარ სამყაროში რასაც გვია ჩვენი ლექსიკა ეს დიდებული ქართული ენა ისი ლექსიკა გამოარჩიო ეს სიტყვა ამაზე გვექნება ჩვენ ძალკე ადრესადაკ ნახვამი ოქრო კი არის მიწაში მაგრამ მაძიებელი შეიძლება და ოქრო უნდა მაძიებელმა იპოვოს იათ ეს ოქრო რომელიც ქართულ ლექსიკაში იყო და იაკობმა დიახ იაკობს უთხრეს რომ ეს როგორ და რა აქებდნენ იაკობს ეს აღმოჩენ არა უთხრა ეს არ არის ჩემი ოსტატობის ბრალიო ეს ჩვენი ენის დამსახური ენა გვაქვს ჩვენ ასეთი დიდებულიო თორე აგრე ჩვენო მეზობელმა სამხებამ იმის შემდეგ რაც დედაენა ნახეს თურმე მოინდომეს თავიანთი საანბანე წიგნში მსგავსი პრინციპი შემოეტანათ ეს მერე ვიტყვით ეს რა პრინციპია და ეძებესო თავიანთ ენაში ვერ მიაგნეს ვერ იპოვეს ამ დაგვარი სიტყვა ორი ხმოვნით ერთი საგანი გამო ეს თელი კასკადია ამ საოცრებებისა რაც იასთან არის დაკავშირებული ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ ამას საუბარი ქონდა ამ სახელმძღვანელოზე შემოვიდა სახელმძღვანელო და როლი მისი და როგორი შეფასებები მიიღო ეს არ იყო მხოლოდ ქართველი მოღვაწეების მიერ ასე ვთქვათ დანახული სიკეთე ჩვენი განათლების სისტემა. შეიძლება რომ მიკერძებათ მივიჩნიოთ თუ ქართველის, მაგრამ აი სხვები უკვე როგორ აფასებენ ეგ არის საინტერესო. ჩვენ ერთხელ თქვით რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენა ეს ახსენეთ მოღვაწე გერმანელი მოღვაწე პოეტერი რომელიც ამბობდა რომ ეს არის უნიკალური სახელმძღვანელო უნიკალური მიგნება და თვითონ სახელად დედაენაზე წიგნის სახელზეც არის საუბარი ეს რომ გენიოსი იყო იაკობ გოგებაშვილი სხვათა შორის რამდენიმე შემთხვევა იყო როგორც ჩანს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საერთოდ საანბანე სახელმძღვანელოების აგების პრინციპებს ეს ტოლსტოის მაგალითი მოვიყვანეთ მას მიაჩნდა რომ ყველაზე დიდი რაც მან გააკეთა ეს იყო საანბანე წიგნი ეს მისი შეხედულება მაგრამ როგორც ჩანს სოფლიო კულტურული სამყარო ამას აქცევს ყურადღებას და 1900 წელს პარიზში ჩატარებულა გამოფენა საანბანე წიგნების გამოფენა მე ვიცი ინფორმაციით რომ რაც შემორჩა იმ დოიდელ პრესიდან რომ ძალიან დიდი პატივი ხვდა ამ გამოფენაზე იაკობ გოგებაშვილის დედაენას პრინციპს დედაენის ანბანის სწავლების პრინციპს მაგრამ აგერ უკვე ჩვენს დროში ეს იყო
1960 წელს 1960 წელს ჩატარდა ვენესუელაში სოფლიოს საანბანე სახელმძღვანელოების გამოფენა კონკურსი წარმოდგენილი იყო რამდენიმე ასეული სახელმძღვანელო როგორ იწყებოდა, როგორ გრძელდებოდა და ასე შემდეგ და სხვა წესი რაც არის მეთოდოლოგია. ეხლა იმ დროს დედაენა უკვე ფაქტობრივად 85 წელსაა. სანახევროდ წამხდარია უკვე იმიტომ რომ საბჭოთა დედაენა არის. ამაზე გვექნება მერე საუბარი. ესე იგი იაკობის ავტორობით არ არის, მის მიხედვით გააკეთეს, აია დატოვეს და ბევრი რამ შეცვალეს. საბჭოთა დაარქვეს ასე, იმიტომ რომ შემოვიტანეს საბჭოთა თემატიკა წიგნში. როგორ ჩანს, იაკობი წიგნში პოლიტიკას გაერიდა. არ უნდა ეს პოლიტიკური ხაზი. ასეთ რამეს ამბობს სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ძმისშვილი იგონებს, რომ გარდაცვალების წინ მითხრაო, რომ დედაენა ასეთივე იქნებოდაო, რომ დამეწერა ერეკლეს დროსო. ამიტომ არასას ვტოვებ მიხედეთ ამასო მოკლედ. ეხლა ერეკლეს დრო რა არის? 1912 წელს ამბობს ამას. ერეკლეს დროს იყო დამოუკიდებელი საქართველო. ანუ საანბანე წიგნისთვის არ უნდა კონდეს მნიშვნელობა იმას დამოუკიდებელ საქართველოში იწერება თუ კოლონიურ საქართველოში. ფაქტიურად უნდა იყოს წიგნმა, უნდა შეიყვანოს ბავშვი წიგნიერების სამყაროში, პოლიტიკის გარეშე. ეხლა რა გააკეთა ამაზეც მერეც მოგვიწევს ალბათ საუბარი. გადააკეთეს დედაენას დაარქვეს საბჭოთა დედაენა მიხედვით გოგებაშვილის მიხედვით და შემოვიდა საბჭოთა თემატიკა. ჩვენ რაც ვისწავლეთ ჩვენ საბჭოთა არმია, ლენინი, სტალინი, ბერიაც იყო მანამდე კრემლი და რა ვიცი რა აღარ აი ეს თემატიკა შემოდის. აი ამ წიგნმა ვენესუელაში გაიმარჯვოთ ამას. თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა თქვა ამის ხარ. პირდაპირ ხო. იაკობის დედაენა ყოფილიყო. ეს ძალიან დიდი ამბავია, მაგრამ იქ დატოვებული იყო. თანაც ამ დროს ახლა რაღაცა წინსვლა ხო ამ სოფლიოში ასეთ წიგნებისა. 85 წელს გამოდის იაკობის დედაენა. ესე იგი ეს არის ის თამას, ის შემთხვევა არის, რომელიც ალბათ არ ზბერდება, არ ძველდება და არის სამარადისო აღმოჩენა ალბათ. იმიტომ რომ უკვეთეს გზას, უკვეთეს გასაღებს წიგნიერების სამყარო ვახსენებთ, იქ შესასვლელად, იმ ჯადოსნურ სამყაროში შესასვლელად ბავშვი ვერ იპოვის. ხო და მე მგონი რომ საერთოდ ტყუილად ჭირკედელაობდნენ ადრეც და ალბათ ახლაც ან მის შეცვლას. ტყუილად ჭირკედელაობა ეს ჩვენ შეიძლება შევაფასოთ, ისინი სათავისოდ ჭირკედელაობდნენ. როგორც ავტორობა და სახსრის ტრფიალი და კუჭის პრინციპი. მარტო ის არ არის სახელი, ეკონომიური აი ამაზეა ინტერესებაც არის და მაგრამ რადგანაც ახლა ამ შეფასებებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ მაშინ ერთიც ვთქვათ ბარემ რომ აი ჩვენ დროში სულაც აი 10 ბოლო აწლეულებში რამ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გოგებაშვილი დაუბრუნდა ავტორობა და რაც მთავარია ის რომ თქვით რომ ვენესუელაში გაიმარჯვა მან ჩვენმა დღევანდელმა სახელმწიფომ მას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი დედაენას. ასეთი ძეგლი მაშინ სულ ხოთ რამდენიმე იყო. ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქვევში ღვინის დაყენების კულტურა, ქართული ჭიდაობა და აი ეს დედაენა. ქართული ანბანი კიდე. დიახ. სხვადასხვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პარტია, არ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია. და მე როცა ანბანს მიენიჭა
იუნესკომ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ანდა შეტანილი იქნა წარმომადგენლობით ნუსხაში იქ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობის უძველესი კულტურა მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ამ ანბანის სწავლების მეთოდიკა დედაენა ასე რომ დედაენა იუნესკოს აღიარება არის იუნესკომ აღიარა ის როგორც ერთ-ერთი კერა საუკეთესო და უმნიშვნელო ანბანის შემადგენელი როგორც შემადგენელი იმ ნომინაციისა ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი. ეხლა ეს ჩვენ იმისთვისაც არის ეს საინტერესო, რომ ეს არის გარანტია დაცვისა, იმიტომ რომ იუნესკო რასაც აღიარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, ის მას იცავს კიდევაც. თუ არ შეასრულებთ მის რეკომენდაციებს, ეს სტატუსი მოეხსნება. დედაენაზე საუბარს ეთქობა დღეს დავამთავრებთ. ამ გადაცემაში და შევიდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს რომ მომავალ გადაცემასაც დედაენას მიუძღვნით. კი ბატონო. არ გამოგველება სასაუბრო დედაენას. თვის მადლით. და დღეს კი დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს, კარგად გრძანდებოდეთ, სულ წარმატებები და სიკეთე.